ჩემი პირადი პოზიცია, როგორც მოქალაქის და სხვადასხვა როგორც ქრისტიანი მოქალაქის პრეტენზია ჩემ სახელმწიფოში არის შემდეგი, რომ ჩემს ქვეყანაში არ არის ყრუკედელი აღმართული ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. და საკონსტიტუციო შეთანხმებით, რომელიც დაიდო საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ჩემი ქვეყნის სახელმწიფოს შორის, ეს ყრუკედელი საერთოდ ჩაბარდა წარსულს და საქართველოს კონსტიტუციით ერთის მხრივ აღიარებულია რელიგიის წმენდა და რელიგიის თავისუფლება, მეორეს მხრივ მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს განსაკუთრებული სტატუსი. ჩემი აზრით, საქართველოს ძალიან შორს არის იდეალური სახელმწიფოს მოდელისგან, სადაც კეისარს მიეცემოდა კეისრისა და ღმერთს ღვთისა, ესე ვთქვათ და ყველა ადამიანის თანასწორობა იქნებოდა დაცული. ჩემი აზრით პრობლემა არის სხვა რაღაცაში, ვართ თუ არა ჩვენ ნაცია თანამედროვე გაგებით. საიდან იღებდა ძველი ანსიან რეჟიმს, რასაც უწოდებენ ფრანგები, ხო? აი ძველი წყობა საიდან იღებდა ლეგიტიმაციას და რაც მე პირობითად მოდი ვთქვა ფრანგული რევოლუციის შემდეგ, როდესაც მოდის უკვე ახალი ტიპის სახელმწიფო, საიდან იღებს ის ლეგიტიმაციას. საქმე ბევრად უფრო რთულად არის, ვინმე ჩვენ წარმოგვიდგენია. ვინმე ჩვენ, ანუ მე ამ შემთხვევაში გულისხმობ ფართო გაგებით, ვინმე ჩვენ თანამედროვე ლიბერალებს წარმოგვიდგენია და პროგრესისტებს წარმოგვიდგენია. ესე იგი, ძველი ლეგიტიმურობის წყარო იყო ღმერთი. ეკლესია იყო ინსტიტუცია, რომელიც ახორციელებდა ლეგიტიმაციას ისეთი რიტუალით, რომელსაც ქვია ცხება. რა ხდება ამის შემდეგ? ამის შემდეგ მეგობრებო ხდება ის, რომ ლეგიტიმაციის წყარო ხდება ხალხი. ხალხი, ანუ ნაცია. მეფის მოჭრილი თავის ადგილას ჩდება ნაცია და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ნაცია არის სუვერენიტეტი. საიდან მოდის ეს ტერმინი სუვერენიტეტი? ყველა საოცარი არის ეს, რომ ეს ტერმინი მოდის მონარქისტული ტერმინია თავის წარმოშობით. მეფე არის სუვერენი. სუვერენი მეფის ნაცვლად ჩდება სუვერენი ნაცია. აქედან გამომდინარე სუვერენიტეტი თავის თავში მალავს, აი ეს არის დეკონსტრუქცია რო გავაკეთოთ, დერიდასებული ასე ვთქვათ და მიშელ ფუკოს რო ჩავთოთ, თანამედროვე ლეგიტიმაცია უხილავად ეყრდნობა კვაზიმონარქისტულია თავის წარმოშობით. აი ეს არის ძალიან საინტერესო და ეს კავშირი არ არის გაწყვეტილი და საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკითხი, შესაძლებელია თუ არა საერთოდ კავშირის გაწყვეტა. მთელი ამბავი არის ის, რომ თუ ძველ რეჟიმს ამ ლეგიტიმაციას ჰქონდა თავისი მეტაფიზიკა, რომელიც ეყრდნობოდა ღმერთს, თანამედროვე ლეგიტიმაციასაც აქვს ასევე მეტაფიზიკური მომენტი. ის უშვებს ისეთ სუბიექტს, რომელიც ჩვენთვის ისეთივე აბსოლუტურად გაუგებარია, გარკვეული აზრით, როგორც არის ღმერთი. ეს არის ხალხი. ესე იგი, მნიშვნელოვანი საკითხი არის, რა არის ეს ხალხი? როგორ არის ხალხი ლეგიტიმურობის წყარო? რისი მეშვეობით არის, ხო? და ნუ ამაზე არსებობს გარკვეული პასუხი, რომ არჩევნების მეშვეობით ხალხი რაღაცნაირად ადგენს საკუთარ თავს. გამსახურდია დამხობის შემდეგ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება ლეგიტიმაციას იღებს ორი წყაროსგან. ეს არის დაჩოქილი ხალხი, როგორც თვითონ ამბობს, და ეს არის კათოლიკოს პატრიარქი. ეს არის არჩეული მმართველი, ხო? მან დამხობის გზით ჩამოაგდეს აი ამ ნაციონალური ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტი, არჩეული პრეზიდენტი რაღაც უზარმაზარ%, ხო? მაშინ, როდესაც ედუარდ შევარდნაძე აი ამ რაღაც ხრიგს მიმართავს იმისთვის, რომ დაიმყაროს ძალაუფლება, გამოდის და აცხადებს აი SNG-ში შესვლასთან დაკავშირებით, რომ მე უარს ვამბობ საქართველოს ლიდერობაზე, პრეზიდენტი არ იყო მაშინ ამ საბჭოს ხელმძღვანელი, ხო? აი მაშინ ტელეეკრანები გვიჩვენებს ამ დაჩოქილ ხალხს, რომელიც აღმოსავლეთ შემდეგ პადრეს წარებო საქმე და ყველა არის დაჩოქილი და ითხოვს მისგან, აი დარჩი ჩვენს ხელმძღვანელად და მეორე მხრივ გვიჩვენებს კათოლიკოს პატრიარქს, რომელიც რაღაცა გამოსტაცებს ამ შევარდნაძის მიკროფონს ხელიდან და აცხადებს აი შემდეგ ფორმულას ამბობს, რომ პრინციპში გარკვეულწილად თეოკრატიული ფორმულაა. მე როგორც საქართველოს სულიერი ლიდერი, რელიგიური ლიდერი, ვაცხადებ, რომ ედუარდ შევარდნაძე გახლავს 1915 წელი ედუარდ შევარდნაძე არის საქართველოს პოლიტიკური ლიდერი. ამით გაიმყარა ედუარდ შევარდნაძემ საკუთარი ძალაუფლება და მთელი მისი, ასე ვთქვათ, ძალაუფლება, ლეგიტიმაცია ძალაუფლების უпростоრეთ იყო დაფუძნებული ნაწილობრივ სწორედ ეკლესიას.
ერთი მხრივ არჩევნებს, მაგრამ მეორე მხრივ ეკლესიის მიმართ მან ბოლომდე ვერ ჩამოიეცხა ეს კანონიერად არჩეული ხელისუფლების გადამგდების სახე.